ამირან, შეიძლება რომ თქვენი ისტორია უამბოთ აუდიტორიას, ვინც ასე კონკრეტულად მაინცსა და მაინც ამ საკითხს შესაძლოა გუშინ თვალი ვერ მიადევნა, რა განვითარდა თეატრალურ ინსტიტუტში, უნივერსიტეტში და დღეს უკვე სტატუსის შეწყვეტის შესაძლებლობა, რომელიც ეთიკის საბჭომ, ხომ, უნივერსიტეტს როგორც მივხვდით უკვე, როგორც განაჩენი გამოგიტანათ, რა პერსპექტივაშია ეს უკვე შეჩერებას ნიშნავს, თუ კიდევ არის გადარჩენის შესაძლებლობა გასაჩივრებით თუ ასე შემდეგ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ალბათ დასაწყისისთვის სწორი იქნება რომ აღვნიშნოთ, რომ 93 დღის განმავლობაში რაც ვიკავებით ფოიეს, ყველაფერი დაიწყო ტყუილებით და გრძელდება ტყუილებით. თავდაპირველად ჩვენი პროტესტი დაიწყო იმით, რომ ჩვენს რუსთაველზე შეკრებილი ხალხი ვიყავით, ვინც გულწრფელად აპროტესტებდა ამ რუსულ რეჟიმს და მოვითხოვდით ხელახალ არჩევნებს და დაპატიმრებულების გათავისუფლებას. საერთო აზრის მქონე და საერთო პროფილის მქონე ადამიანები ერთად შევიკრიბეთ, დავიკავეთ უნივერსიტეტის ფოიე და გვსურდა მხოლოდ ერთი მოთხოვნა თავდაპირველად, რომ ღირსეული პოზიცია დაეფიქსირებინა ჩვენს უნივერსიტეტს და ეთქვა ის, რაც იყო სათქმელი, რადგანაც არა მარტო ის დააჭერილი ადამიანები, უკანონო დააჭერილი ადამიანები, რომლებიც არ ეხებოდათ, არ ქონდათ შეხება თეატრალურ უნივერსიტეტთან, ამასთან ერთად კურს დამთავრებულებიც იყვნენ დააჭერილები და გვსურდა, რომ ღირსეული პოზიცია დაეფიქსირებინა იმ უნივერსიტეტს, რომელიც არის უკვე 100 წლოვანი და არის კულტურის, ასე ვთქვათ, ტაძარი საქართველოში, მაგრამ ამირან, აქ უნდა ითქვას, რომ ბევრმა სხვა უნივერსიტეტმა და გამოხატა თავისი პოზიცია, ხომ თქვენ მათ არაფერს ხოვდით განსაკუთრებულს, თქვენ მათ ხოვდით მით უმეტეს პოზიციონირებას, როდესაც ამ უნივერსიტეტ დამთავრებული არაერთი ასე ვთქვათ, ყოფილი სტუდენტი კურს დამთავრებული დააკავეს და მსახიობების თავს იყო განსაკუთრებული რეპრესიები, ხო? ეს იყო მოთხოვნა, რომელიც ძალიან მარტივად იყო შესრულებადი. კი, მარტივად შესრულებადი. საკუთარი სტუდენტების და კურს დამთავრებულების მხარდაჭერა პროცესში. დიახ, მხარდაჭერა პროცესში, მაგრამ ჩვენმა რექტორმა მიმართა ძალიან ბევრ მანიპულაციას, მოტყუებას, არ შეხვდა საბოლოოდ ტექსტი, რომელზეც შევჯერდით კომისიასთან ერთად, იყო საკმაოდ შუაშისტური, არ იძლეოდა პირდაპირ და მკაფიო პასუხს ჩვენს მოთხოვნას და ასე თქვათ ღირსებასთან ახლოს არაფერი არ იყო. ამის შემდეგ, როდესაც პროტესტი დავიწყეთ, შევედით და სივრცეში, თავიდანვე არ ქონდა პირობები, იყო რაღაც პრობლემა, როდესაც საწოლები არ ქონდა, გათხოვებას არ გვირთავდნენ, მაგრამ ეს არაფერია, ახლა უბრალოდ ამას იმიტომ ვსაუბრობ, რომ არ არის წუწუნის ფორმატი, ეს არის უბრალოდ მთელი დღის განმავლობაში, რასაც გვიფიქსირებენ სიმართლესა, თავიანთ სიმართლეს, რაც რეალურობაში ტყუილია, ჩვენ გსურს რომ სიმართლეზე ვისაუბროთ და ამიტომაც გსურს რომ ფაქტებზე ვისაუბროთ. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ჩვენ მაინც მოვახერხეთ, რომ შეგვეტანენ შეგნით ყველაფერი, იყო მომენტები, როდესაც პიცის ყუთებზე გვედო, ასე ვთქვათ, გამათობელი და ასე შევიტანეთ და რამოდენიმე დღის წინ დამცინავათაც კი გვითხრეს დაცვის თანამშრომელმა, რომ ვერ მივხვდით, რომ გათხოვება შემოიტანეთ და თითქოს ნიშნის მოგებით გვეუბნებოდნენ, რომ აი ეს გათხოვება რო შემოიტანეთ, ჩვენი დამსახურება, აი ვის ესმის ეს ყველაფერი, ნამდვილად გულსატკენი არის. ამის შემდეგ დაიწყო პროცესები, როდესაც ჩვენ უკვე გადავედით იმაზე, რომ ბანერებს ვკიდებდით და ვცდილობდით, რომ რუსთაველი უფრო მეტად აქტიური გაგვეხადა. ალბათ თითოეულ მაყურებელს ერთხელ მაინც ვისაც რუსთაველზე ჩაუვლია, გულში იმედად და სანთლად უნთია ეს ბანერები, რომლებიც ახსენებს ყველას იმ უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებს და ასევე მთავარ სათქმელს, რომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. რამოდენიმეჯერ ჩამოგვიხსნეს ეს ბანერები და პირველი ბანერების გადმოკიდების დროს, ასე ვთქვათ, 7 ადამიანი დარჩა შიგნით უნივერსიტეტში და ჩვენმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ეს 7 ადამიანი თუ გამოვიდოდნენ გარეთ, აღარ შეებრუნებინათ უკან და ჩანაცვლება არ მომხდარიყო. ამასთან ერთად დაცვის მხრიდან იყო ასეთი ფრაზა ზუსტი, რომ ბანერებს რომ კიდებით, აბა რა გეგონათ, აწი უკვე მოგიწევთ, რომ ღრიჭოდან შეაწოდოთ საჭმელი. ამაზე რა თქმა უნდა, ჩვენი კეთილის სრულელები და აბსოლუტურად ყველა, ვინც ამ პროტესტში ვიყავით ჩართულები, მივბრუნდით უკან, გავაპროტესტეთ და პატრულიც კი გამოიძახა ერთ-ერთი მშობელმა. პატრული როდესაც მოვიდა, სამართალდამცავებმა აგვიხსნეს, რომ ეს აბსოლუტურად ეხება ადმინისტრაცია წყვეტს ამ ყველაფერს და არაფერი საქმე არ აქვს ამაში კანონდამცველებს. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მეორე დღეს ცოტათი მოტყუებით, კარები გავაღებინეთ და სულ ყველანი შევედით შიგნით და უკვე ასე ვთქვათ ეს პატარა ომი მოვიგეთ. ეს იყო დასაწყისში, ხო? ეს იყო დასაწყისი, რა ვთქვათ. დაახლოებით ალბათ ერთი თვეც არ იყო გასული. არა, ძალიან ადრე. ორი კვირა მაქსიმუმ, არა, შეიძლება ერთი კვირა. თქვენ თავიდან მახსოვთ, რომ მედიასთან დიდად არც ურთიერთობდით, ეს მიგაჩნდათ, რომ არ იყო ამ მომენტში განსაკუთრებით გასავრცელებელი ინფორმაცია, თქვენ საქმეს აკეთებდით, ცხოველებას ასრულებდით. მე მახსოვს ეს.
აქვე მინდა ჩართვა და მითხარით რომ არ გინდოდათ ეს თქვენ უბრალოდ რაღაც დაკავებული იყავით მონაწილეობით პროცესში. კი, აქვე მინდა კარგი თემა გამახსენეთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც წამწამს ვისაუბრებთ და რაც კი მომხდარა ამ 93 დღის განმავლობაში, შეგიძლიათ ჩვენს Instagram და Facebook გვერდზე ყველა ინფორმაცია ნახოთ, შეამოწმოთ ვიდეოებად გაკეთებული და აბსოლუტურად რასაც მე ხა ამ წამს ვისაუბრებ, ამის ვიდეო მასალები არსებობს და თავად მაყურებელსაც შეუძლია აზრი გამოიტანოს. ამის შემდეგ სრული პროცესის განმავლობაში დაცვისა და ადმინისტრაციისგან იყო უხეშობები, იყო ისეთი მომენტები, როდესაც ხელით შეეხნენ, როდესაც შემოსვლას აპირებდა ერთ-ერთი ჩვენი ორი გოგონა, პროცესის მონაწილეები, ხელით შეეხნენ და შეეცადნენ რომ დაიბლოკათ მათი გზა. ასევე პირად შეურაცხყოფებზე დამოკიდებულებაში თვლიდნენ რომ ანუ ჩვენს გამოხატვის უფლებას არცემდნენ, ასე რომ ვთქვათ, პატივს და ყოველთვის იგრძნობოდა მათგან აგრესია. იყო მომენტი, როდესაც უბრალოდ ფიზიკურად აი თითოეულ თქვენგანს მინდა გითხრათ, რომ წარმოიდგინოთ, როდესაც დაახლოებით ერთ თვის განმავლობაში საჭმელს მიირთმევთ ფეხზე მდგომი და ჩვენმა სტუდენტებმა გადავწყვეტთ, რომ მაგიდები ჩამოგვეტანა, რომელიც არის მეოთხე სართულიდან და აქ მოხდა დიდი გაწევ-გამოწევა, როდესაც დაცვა ხელით იწევდა ჩვენკენ, რომ ამას როგორ ბედავთ სტუდენტებო. ანუ აი ესეთ ელემენტარულ რაღაცებზე, როდესაც შეიძლება რომ უბრალოდ ადამიანურად თვალი დახუჭვა ამ ყველაფერზე და ჩამოატანა. მოკლედ, არახუმანური დამოკიდებულება უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან იყო სულ სახეზე. სულ სახეზე იყო. ეს სულ ბრძოლა იყო თქვენთვის პატარა-პატარა რაღაცა თუნდაც აუცილებლობების მოსაგვარებლად, ხო? თვითონ ფოიეში, როდესაც იყავით პროტესტით. აი გუშინ უკვე, რაც ჩვენ ნახეთ, რაც ძალიან ემოციური იყო ყველასთვის, ვინც ეს კადრები ნახა, ხომ? როგორ გამოგიშვეს იქიდან ძალისმიერი მეთოდებით, როგორ დაგაჯარიმეს გაბრაზებული თქვენი თანატოლები, აღარ მახსოვს თქვენ იყავით თუ არა კადრში, ზოგს თვალებში ცრემლებიც ჰქონდა ბრაზის და თქვენ თქვით რომ ახალ ფორმებზე გადახვალთ წინააღმდეგობის, მაგრამ დღეს უკვე ეს არ იკმარეს, რაც გუშინ მოხდა და დღეს უკვე რამდენ ადამიანს თუ შეიძლება დაგვიზუსტეთ, გეუბნებიან რომ გიჩერებენ სტუდენტის სტატუსს. კი ბატონო, აი დრამატურგიაც რო ავაწყოთ, ბარემ ამ ყველაფერს მოუყვები როგორ გადაება ეს ყველაფერი. 28 თებერვალს ქონდა შეხვედრა მერი დადიანთან, რომელიც მოვიდა ჩვენთან უნივერსიტეტში და გითხრა რომ ასეთი ფორმებით ვეღარ გააგრძელებთ პროტესტს, რადგან ჩვენ უნდა შევწამლოთ ფოიე და ასე ვინ არის ეს მერი დადიანი არის რექტორის აპარატის თავმჯდომარე. ზუსტი სახელი, ნუ მოკლედ ერთ-ერთი ადმინისტრაციის წარმომადგენელია, რექტორის მოთასე ჩავარქვათ, რექტორის ერთ-ერთი მარჯვენა ხელი, ხო? კი ბატონო, მოვიდნენ და ჩვენ უკვე ვიცოდით რომ ამაზე საუბარი უნდა გქონოდა და ვეთანხმებოდით აბსოლუტურად რომ შეიწამოს რა თქმა უნდა იმ ადგილას სადაც რჩებით, არ უნდა იყოს პარაზიტები და ყოველწლიურადაც თითქოს ესე აკეთებდნენ, მაგრამ ეს პირველი პრობლემა არ ყოფილა ამ უნივერსიტეტში, ყოველთვის იყო ეს პრობლემა და როდესაც ეს შემოგთავაზეს, ჩვენ შევთავაზეთ მოგვარების გზები, რადგან ჩვენ დატოვებას არ ვაპირებთ ადგილის და შევთავაზეთ გავიარეთ კონსულტაცია სპეციალისტებთან, რომ შეიძლებოდა უნივერსიტეტის სივრცეში დარჩენა, თუ კი ჩვენ ერთ ოთახს გამოგვიყოფდნენ უნივერსიტეტში. მაგრამ მათ თავიანთი გეგმა ჰქონდათ, მათი ამოსავალი წერტილი და როგორ თქვა, იდეა ფიქსი იყო ის, რომ გამოვეშთ უნივერსიტეტიდან და არა ის, რომ შეეწამლათ და ამის შემდეგ უკვე ისე წამოვიდა, რომ ამ ინფორმაციების გავრცელება ის დაიწყეს, რომ თითქოს სტუდენტებს, სხვა სტუდენტებსაც თითქოს დაენახათ, რომ ჩვენ ვიყავით თავარი პრობლემა, რომელსაც სწავლის შეწყვეტა სურდა. ამის შემდეგ აი მივაყოლეთ და თუ შეიძლება იმიტომ რომ არ გვაქვს ძალიან ბევრი დრო ეს აუდიტორია დრამატურგია თქვენ ხო ეხლა გადავდივარ ზუსტად ისე აწყეთ რომ მთელი სურათი როგორც ნამდვილად დრამატურგიული რაღაც დეტალების ვწოდნე კარგად გაიგო აუდიტორიას მაგრამ ფინალისკენ კულმინაცია ნახეთ და ეხლა კიდევ კულმინაციის მოყოლილი რაღაცა ფინალი რომელიც ახალ პროტესტს იწვევს, ხო? რას ქვია სტუდენტის სტატუსის შეჩერება, ეთიკის რა დაარღვიეთ? ეთიკას არ დაარღვიეთ? აი ზუსტად მაგას გვედავებიან, რომ პირველ მარტს ჩვენ, ანუ როდესაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ვცემდით პასუხს თუ რატომ უნდა დავრჩენილიყავით, ან რატომ არ უნდა გავსულიყავით, ამ ყველაფერს თითქოს ანუ მოაყოლეს ის, რომ ჩვენ ამ დროს ეთიკის ნორმებს ვარღვევდით და თითქოს იქ რაღაც დანაშაულს ჩავდიოდით, რაც მათ ეთიკაში არ ჭდებოდა, მაგრამ პირიქით იყო, ყოველთვის შეურაცხყოფაზე თვითონ გადმოდიოდნენ პირველი, ჩვენ მაქსიმალურად მოკლედ ვცდილობდით რომ ამგვეხსნა რა და როგორ იყო. ამის შემდეგ შემოვიდა პოლიცია და ადმინისტრაცია, რომელიც თავისი უნივერსიტეტის სტუდენტების წინააღმდეგ იყენებს პოლიციურ ძალას, რათა ისინი გარეთ გაიყვანოს და მათთან ვერ ამყარებს კომუნიკაციას, ესეთი ადმინისტრაცია არც ერთ უნივერსიტეტს არ უნდა ყავდეს. დაგვაჯარიმეს 5000 ლარებით და გამოვიდა რომ 45000 ლარი გვაქვს ვალი, როდესაც ქვეყანამ ინვესტიცია უნდა ჩადოს ჩვენში და ჩვენგან უნდა გამოიღოს განათლებით ვაწარმოოთ კულტურა, პირიქით აქეთ იღებს ინვესტიციას ჩვენგან და საბოლოოდ დღეს დილის
10 საათზე გავიგეთ 10 სტუდენტმა, რომ პირველ მარტს ვინც ვიყავით და ვინც ვესაუბრებოდით ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ამ 10 ადამიანს შეწყვეტილი გვაქვს, ასე ვთქვათ, სტუდენტის სტატუსი და თუ 3 დღეში არ გავასაჩივრებთ და არ მოვთხოვთ რექტორს, რომ დაგვრთოსნება დარჩენის კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ის რექტორია, რომელმაც ეს წინამდებარე ყველაფერი გააკეთა და შეუძლებელია ალბათ ამ ადამიანთან და ალბათ გაგვახსენეთ სახელი გვარი გიორგი შალუტაშვილი, რომელთანაც ვერ შევძლებთ ვერანაირ მოლაპარაკებას, მით უმეტეს იმაზე ჩვენ არ დაუწევთ მას თხოვნას და მოთხოვნები უკვე წაყენებული გვაქვს და ჩვენ სამი მოთხოვნა არ იცვლება, ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები და გადადგეს გიორგი შალუტაშვილი.